I think it's not only tragedy of Japan, it's a tragedy of the world, and it really breaks my heart. თავარია ახლა მაინც ეს ქალაქი ასე ლამაზად გამიყურება და ისევ ამდენი ხალხი ცხოვრობს ჯანსაღიდან ჯანმრთელად. Რომ მეტ დეტალს უნდა გასწავლდნენ, იმიტომ რომ მე უბრალოდ ვიცოდი რომ ჩამოვარდა ბომბი და იყო ბევრი ადამიანი. ხო. ჰიროშიმაში და ნაგასაკში. რა თქმა უნდა ვისწავლეთ როგორც ტრაგედია, მაგრამ აი მე რაც ეს უნდა. こんにちは皆さん、テリチャンネルのテリです。ナノです。いつも動画を見てくれてありがとう。今日はですね、私たちは広島に来ました。そしてここで姉さんと一緒に平和記念資料館に行きます。そして I know this place is very hard and you have to be mentally prepared to go inside because I've been here and I know what is there. I was a school student when I learned about Hiroshima, even though I learned really a little information. Very small. I was very shocked about this, and now I'm here to see everything by myself. It's kind of very difficult for me, but let's see, I'm really interested. History is always very cruel, but we have to learn from there. Takara, I wanted to bring you on this place also. So let's go. 私のリアクションチャンネルでも一番人気なビデオは特攻隊のビデオでした。そしてあそこでもいっぱいコメントもらいました。And everybody said that please visit Hiroshima's memorial park too. So we are going to do it today. 今から中に入ります。ისე მეკვლევა და ჰენდლობა. ზოგიერთი ასეთი ლამაზი იყო, მანამდეც ჰიროშიმა დაბომბამდე. კარგი იქნება, იმიტომ რომ საქართველოში თან პატარა ისტორიაზე სწავლია და აქ უფრო გმად არის ყველაფერი ჩადებული, რა თქმა უნდა. ეს შენობა იყო ეხლა რომელიც არის დარჩენილი. დაბომბვის მერე რაც შემორჩა, ეს არის მარტო. კორევა დეეტოდესიანე მინასან. ეს არის უკვე მერე რომ ჩამოვარდა. მეგორი ის აი გაცნობებულია, ყველაფერი აბსოლუტური. აი ეს შენობა რაც დარჩა იგი არის დღევანდელი რაც არის და ისე ეგეც მაინც ის არის ძალიან ისტორიულია რომ დღემდე აქვს მარტო ეს შენობა მაინც შემორჩენილი რომ ხო ახლა მაინც საშინელება მე ჩამოვარდა Yeah, it's really inhuman nature of nuclear weapon. Was normal bomb is also how tragic, and then nuclear is the worst, really. Just imagining this makes me feel so bad. I can't imagine how the people felt. I mean, who survived and whose relatives and family members died there. I think it's not only tragedy of Japan, it's a tragedy of the world, and it really breaks my heart. ეს არის ხო ის სურათები რო აფეთქდა ესეთი სოკოს ფორმის ის რა მოდიოდა კი სკოლის მოსწავლეები პატარები ასეთ რაღაცებს უყურებ პატარაობდი შიშისკა და ისკა დროს ტრანსაცმელები რაც ეცვათ რაც იმის მერე იპოვეს სისასტიკის ხალხსაც Erkeğine adam tutarı da böyle peri de adam yasrasız oldu.
ეს არის მეოთხე კლასამდე ბავშვები. რადიაცია მაგით არის ეგეთი დამბალი და მორგალი. ეს არის დამობილი რომ იმ პერიოდში ბევრი მოსახლის გვაშაც ჩაიმარა ხა ისე რომ ვერ გადაარჩინეს და 7 წლის მერე დამობიდან კიდე ეს ჩონჩხები მოესამდენი ამ სახლებში და ყველგან მაგ მიწაზე. Подождите, что-то сатаните мастая. Тамария ახლა მაინც ეს ქალაქი ესე ლამაზად გამოიყურება და ისე ამდენი ხალხი ცხოვრობს ჯანსაღი და ჯანმრთელი. ეს არის შენობა რაც დაბომბვისგან მხოლოდ ერთადერთი ახლა შემორჩენილი ისე დატოვეს. შემიძლია მისყურებოდა წარმოვიდგინე როგორი ძლიერი უნდა იყო თან იაპონელი სადაც ყოველდღე რომ ამას უყურებდა გზანებს იმ ტრაგედიას აგრძელებს ცხოვრებას ესე ძლიერად და შემართებით. მე არ ვიცი რა ბუნება უნდა კონდეს როს გააკეთო. ეს არის მაკეტი. ხო, პატარა მაკეტი. მაგრამ სინამდვილეში ეს არის ჰიროშიმას ბომბი. ეს არის ნაგასაკის ბომბი. და სინამდვილეში ეს ბომბი იყო აგერ წერია 3 მეტრის იყო რა. და 3 მეტრი ხო აგე 3 მეტრი იყო და 4 ტონას იწონიდა ვაწერი. და აქეთა იყო კიდე 4.5 ტონას იწონიდა და ეს არის. აქვია ეს 3 მეტრი და 20 სანტიმეტრი იყო. აი, რო დაბომბეს, მაშინ ეს გამოიყურებოდა ზუსტად. ვერ აღიქვა, ეს აქ იყო. このところもちょっと近くから見ることできました。ეს აი წინ რომ დინარი არის ახლა, ეს დინარი იყო, რაც იქ ეწერა, რომ ხალხი დამწვრები რო გაეგრილებინათ სხეული რამენაირად ამ დინარეში ხდებოდა ყველა. ზართული წარმოსადგენია ჩემთვის. და კიდე იმას ვამბობ, რომ აი ეს შენობა რო დატოვეს მხოლოდ. ხო. კარგია იმიტომ, რომ არ გავიწყდება რას ნიშნავს ომი, რას ნიშნავს ის ტრაგედია და რატო უნდა მოხდეს. ასეთი მოვლენები მომავალში, მაგრამ მეორე მხრივ ძალიან რთული არის ამის შეხედვა, იმიტომ რომ ვერც ერთხელ ვერ აუვლი გვერდს იმის გარეშე, რაც იყო ამის უკან რა. თუ მეტეს კიდე, რომ ეს მოსახლეობა იყო მშვიდობიანი. კი, ხო. აბსოლუტურად და რატო გაიწირნენ, ანუ რატო დაატყდა თავს ესეთი უბედურება რაღაცა იმას ფილმის სიუჟეტს გავს რაღაცა. ძალიან სასტიკია იმისთვის რომ მართალი იყოს ეს ისტორია და ეს ამბავი და რომ მახსენდება როგორ გვასწავლიან ისტორიის წიგნებში. ხო. ჩემი აზრით უფრო დიდი დრო უნდა გქონდეს დათმობილი მაგას და უფრო მეტ დეტალს უნდა გასწავლდნენ, იმიტომ რომ მე უბრალოდ ვიცოდი რომ ჩამოვარდა ბომბი და იყო ბევრი ადამიანი. ხო. ჰიროშიმაში და ნაგასაკში. რა თქმა უნდა ვისწავლეთ როგორც ტრაგედია, მაგრამ აი მე რაც ეს ვნახე
მართლა ენა მოგჩავარდნილი, იმიტომ რომ მე ყოველთვის მაგრამ მე წინაზე აქ რო ვიყავი მაშინაც ვთქვით ახლაც რომ უბრალოდ შემთხვევაში ძალიან ბედნიერი ვარ რომ დღეს ეს ქალაქი ისევ ფეხზე დგას ამდენი ხალხი ცხოვრობს და კიდევ ბევრი გადმოდის საცხოვრებლად იმიტომ რომ საკმაოდ კომფორტული ქალაქია და ისე რომ წარმოგიდგენია ხო რომ სადაც ჩვენ ვდგავართ სადღაც 80 წლის უკან 85 წლის უკან ეს ყველაფერი სულ გაცამტვრებული იყო წარმოიდგენია მე არ ვიცი მართლა სკურსთან არ ვიცი შეიძლება დავეცე მართლა ემოციებისგან და საერთოდ იქიდან რომ გამოვედით იმდენად ცუდად ვიყავი რომ ვფიქრობდი წავიდოდით სადმე კაფეში დავსხდებოდით თქვა ყავასთან ან რა შეჭამდით და ახლავე თუ არა მოთქვი ემოციები მე უფრო შეგეწოხა იმასთან ერთად ვისაუბრებდით მაგრამ აი ეს ხედი რომ დავინახე მივხვდი რომ აი რა ჭამა და რა დალევა უნდა დაჯდე და ზუსტად აი ამ ბექგრაუნდით უნდა ელაპარაკო ამ თემას რაც მოხდა კიდე ყველაზე დიდი უბედურება ამასთან ერთად არის ის, რომ როგორც გავიგე და როგორც მითხარი, იაპონელებმა მაშინ საერთოდ ცოდენ რა იყო ეს. არ იყო და მაგ ეგ არის ყველაზე ცუდი, რომ ცოდნოდათ კიდე უფრო ბევრ დაეხმარებოდნენ და მალევე, მაგრამ საერთოდ არანაირი ინფორმაცია არ ქონდათ. თან ეს პირველი ბომბი იყო ატომურის, რაც აქ დაეცა პირველი, არავის არ ქონდა გამოყენებული აქამდე და ეგ კიდე უფრო მეტად ხო, ეგ ხარ რა თქმა უნდა. ყველაზე ცუდი ეგ არის, რომ შველას რო ითხოვენ და რო ვერ ეხმარები. აი ძალიან დიდი მადლობა მასწავლ აქ რომ მიყვანე. რომ ჩემი აზრით რომ ამდენჯერ ვარ ჩამოსული იაპონიაში, უბრალოდ არ შეიძლება რომ ესეთ ადგილებში არ წავიდეთ და არ უნდა. ეხლა ესეთ ადგილას ვართ, სადაც ანუ ზოგადად სხვა ქვეყანაში რო წახვალ, ყველგან უნდა სეპატივი, სადაც მიდიხარ, მაგრამ ამ ქალაქში ახლა მით უმეტეს ამის ახლოში ვართ ახლა ის მუზეუმი სადაც და რამდენი ის დავინახე ტურისტი, რომელიც ძალიან სულად იქცევა. ზოგს ფეხი აქვს შემოდებული იმაზე რომ ეს დასაჯდომებზე, ზოგი კიბე არის ხალხო და კედლებიდან ცოცდება. ძალიან გაბრაზებული ვარ და ეს ხალხი ზოგი ისეთი ცუდი ტურისტი არის, რომ არც მათდიან იმას, რომ ნორმალურად დავათვალიერო რა. მეც მე მეშინია, რომ აი რაღაცა ზედმეტად მეც არ გავაკეთო, აი ძალიან ელემენტარულებს, რომ ვაიმე ღმერთო ასე არ ქნა, ისე არ ქნა, იმიტომ რომ მართლა გულით მინდა არაფერს, აი არაფრის გამო არ ვამბობ მართლა, არ ვამბობ, იმიტომ რომ YouTube-ს ვიღებ და არ ვამბობ, იმიტომ რომ იაპონელები გვიყურებენ, უბრალოდ მე მართლა ყველგან ეგრე ვარ, იმიტომ რომ მე ეგრე გავიზარდე, დედამ ეგრე გავზარდა, რომ სადაც ვართ, ვის ოჯახში ჩევალთ, იქაური ქუდიდან დავიხუროთ და ეხლა როცა აქ ვართ იაპონია ჩვენი სახლი. There is so much still we want to speak at this moment, especially Dano, but we are very heavy of the emotions, so at this time it's really very hard to speak. One thing what I can really say is like I feel heat. I am burning from inside because of the emotions, and while I was inside there was a lot of people, and I wanted especially to respect the rules of this place, and there was written don't be loud, don't talk and so on, and I was like holding my tears because when I'm crying so much, I'm crying with my voice, and because I hold these emotions now I'm burning from inside and I feel very tensed. So I'm really sorry if you got this atmosphere from today's video. ではということで今日のビデオはここまでです。最後まで見てくれてありがとう。次のビデオでお会いしましょう。またね。